საარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს აგრძელებენ ნინო ბურჯანაძე, ერთიანი ოპოზიციის წარმომადგენლები. ქობულეთის გამგებლობის კანდიდატმა პარტიული სიის პირველ ნომერთან ერთად შეხვედრა ფიჭვნარში გამართა. ზურაბ ჩელებაძემ პროგრამის გაცნობის შემდეგ მოსახლეობის პრობლემების მოისმინა. შეხვედრაზე მოსახლეობამ სანაპირო ზოლის მოწესრიგების საკითხი დასვა. მოსახლეობა აქაური საკუთრების ფიჭვნარს მოსახლეობა დაზარალებულია აი ამ ბანკის ესხებით, რომელიც ფაქტიურად ძალიან დიდ რაოდენობას მოსახლეობის საკუთარი სახლებიდან გასახლება ემუქრება და რაღაცა მთავრობამ რაღაც დაიწყო მოქმედებები, მაგრამ შედეგი ძალიან ნელი ტემპებით და ძალიან ცოტა ის რაც ქობულეს ჭირდება 4 და 5 ოჯახი და თუნდაც 20 ოჯახი არ აყოფნის. ფართო მასშტაბით ყველაფერს მისახედი. საკურორტო სეზონი უკვე დაიწყო 1 ივნისს, მაგრამ არაფერი არ არის გაკეთებული. მთლიანად განადგურებულია სანაპირო ზოლი, ცუდ მდგომარეობაშია პარკები. არის სიბინძურე. გამარჯვების შემთხვევაში მე ვპირდები, რომ მე მყავს ინვესტორები, რომლებიც მზად არიან შემოვიდნენ აქ, შეისწავლონ აქაური ბუნება, საკურორტო ზოლი მთლიანად და შემოიტანონ ინვესტორები. ხევანდელი შეხვედრა ის არის, რომ ხალხი ელოდება ამ ერთ თვეს. მეტი აქ 11 თვე არის ხალხი უმუშევარი. ეს ერთი თვე გვინდა, რომ მაქსიმალურად ხალხი მივიზიდოთ. ხალხს უნდა ინფრასტრუქტურა, ხალხს უნდა მოწესრიგებული ბაღი იყოს, მოწესრიგებული პლაჟი იყოს. ესაა ჩვენი მთავარი მოთხოვნა.